საერთოდ საქართველოში ყველას ნათესავია და ჩაწყობი ხდება და მე კი ვაღიარებ იმას, რომ აქ ელიტარული განათლება და რას ნიშნავს ქალი ქირურგი? ქალები ჩვენ კაცებს არაფრით არ ჩამოუვარდებით. ხო, რა არის მოდაში? ძალიან საინტერესო შეკითხვა. როგორ არ დავბერდეთ? ჩემი ორი რჩევა იქნება საკმარისი იმისთვის, რომ იცხოვრო დიდხანს და იყო ახალგაზრდა. თქვენ მიხვალთ მეთქი მსუქან დიეტოლოგთან, ისევ არ მეთქი მეც არ უნდა ვიყო ბებერი, თორე არავინ არ დამიჯერებს, რომ შეიძლება გაახალგაზრდაება. მე არც მინდა მოუყვე რა დაავადებები მაქვს გადატანილი, მაგრამ სიკვდილს ბევრჯერ გადაურჩი. ბოლო დროინდელ სკანდალზე. ბოლო დროინდელ სკანდალით ჩემი ბრალია, მეორე სკანდალით ჩემი ბრალია. არასდროს რაც არ მithქვამს იმას ვიტყვი. მე სულ ხავსებს ვეჭიდები იქნებ ვინმე მეგობარი გავიჩინო ისეთი და ყველაფერს ვაკეთებ და ყველაფერს ვდებ ამაში, მაგრამ დრო რო გადის ვთები რომ ეს მეგობარი არ ყოფილა. არაფერი არ მოხდა, ბინა ვიყიდეთ, მაგრამ მის ბინას არ ცლიდა და გვემუქრებოდა და გვაშანტაჟებდა. ანუ მე თუ მიყვარს ადამიანი მიყვარს, აი ესეთი კატეგორიული ვარ. თუ ძულს всё მორჩენილია და იესო ქრისტეს გავარ ახლა მე. მოხდა ეს, მაგრამ იმას არ ესმის ეს რომ მოხდა. მოგესალმებით სტუმრად ანასთან. დღევანდელი ჩემი სტუმარია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ცნობილი პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია. გამარჯობა ქალბატონო ციცინო. გამარჯობა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობთ მოწვევისთვის. დიდი მადლობა თქვენ, რომ ხართ ჩემი პოდკასტის სტუმარი. პირველ რიგში მინდა გითხრათ როგორ ხართ. დიდი მადლობა არ ამიშობს. ქალბატონო ციცინო, მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ თქვენ გადაწყვიტეთ სამშობლოდან წასვლა და სწავლის გაგრძელება მოსკოვში. მაინტერესებს ეს რამე პროტესტი იყო თქვენი მხრიდან? კი, ბევრ ინტერვიუში მithქვია და ძალიან სწორი გავაკეთე რომ წავედი. პროტესტი რა, საქართველოში იმხელა შესაძლებლობები რაც იყო რუსეთში არ იყო. თან აქ ყველაფერი ჩაწყობით რო ხდებოდა, ეს იყო ჩემი პროტესტი რა. რას გულისხმობთ ჩაწყობებში? საგნები ინსტიტუტში ჩაწყობით ხდებოდა. თუმცა მისაღები გამოცდები ჩვენ ჩაწყობით არ ჩაგვიბარებია, მაგრამ საგნები და რაღაც. საერთოდ საქართველოში ყველას ნათესავია და ჩაწყობი ხდება და მე შეიძლება ყველა მოატყო, მაგრამ ექიმი, რომელიც ქაღალდზე მიიღებს ნიშანს და თავში არაფერი არ აქვს, პაციენტს მოატყუებს, ეს ჩემთვის არის ნონსენსი. დაუშვებელი რაღაცა. ეგ იყო ჩემი პროტესტი. ეგ იყო თქვენი პროტესტი და აი შემდეგ რატომ დაბრუნდით თბილისში? ეხლა? დიახ, ეხლა. რამდენიმე მიზეზი იყო. პირველი ის, რომ ჩვენი კათედრა დაიშალა. ძალიან სწრაფად დაიშალა. კოვიდის დროს გარდაიცვალა ორი პროფესორი ჩვენი ერთ-ერთი კათედრის გამგეც და იმ ბაზაზე, რომელზეც ჩვენ ვიმყოფებოდით, უკვე არ იყო ის ჩვენი ბაზა, რაღაცა ვერ მოილაპარაკეს ჩვენმა კათედრის გამგემ და ინსტიტუტის დირექტორებმა და დაიშალა კათედრა, როგორც კი გარდაიცვალა ჩემი შეფი მეორე დღესვე კაბინეტი დაცალეს და ანუ ყველას გითხრეს რომ მიბძანდით აქედან რა. ჩვენ უკვე ბაზის გარეშე დავრჩით. ლექციების კითხვას ვაგრძელებდით, მაგრამ გარდა ამისა, ჩემთან პაციენტები ჩამოდიან მთელი მსოფლიოდან. დაიწყო ომი და გადაიკეტა ყველა გზა. და პაციენტები უკვე აღარ ჩამოდიოდნენ საზღვარგარეთში და იქ კიდე სხვა ფასებია და ჩამოტანა მარტო იმ ფულის შეუძლია და კარტები არ მუშაობს სამწუხაროდ. მარტო იმ ფულის რაც ღირს ოპერაცია, დანარჩენი ვერც გაჩერდება, აბსოლუტურად გამორიცხული იყო საზღვარგარეთიდან პაციენტების მიღება და ეს ჩემი ძირითადი კონტინგენტია საერთოდ საზღვარგარეთის პაციენტები. ხა ვინმე არ ჩამომართვას იმაში, მაგრამ სადაც მე მუშაობდი და ეხლა მუშაობ, უყურებს ალბათ ის ხალხი და დამეთანხმებია, რომ ძირითადად არიან საზღვარგარეთელი პაციენტები ჩემი. და ეხლა ეს პაციენტები ჩამოდიან საქართველოში სიამოვნებით, რატომღაც უყვართ საქართველო და სიამოვნებით ჩამოდიან. და მithumetes თქვენთან. დიახ. თქვით რომ საქართველოში თქვენი დონის პლასტიკური ქირურგი არ ვინ გითხრათ? მე ესე არასდროს არ ჩამი, როგორ შეიძლება ესე თქვა? ჩემი დონის პლასტიკური ქირურგი. ახლა მე არა, იმიტომ რომ თქვენ ხართ ძალიან ცნობილი და ნუ ყველა მიცის თქვენ. ნუ მაგრამ მე ყველაფერი პლასტიკური ქირურგიაც უზარმაზარი არის. ყველაფერი ხო არ ვიცი და შეიძლება ვინმე პლასტიკურმა ქირურგმა ჩემზე იკეცათ იცოდეს რინოპლასტიკა, ვთქვათ. მე არა ვარ ოტოლარინგოლოგი და მთელ პლასტიკურ ქირურგიას ვერ მოიცავს ვერც ერთი. ეხლა კი ვაღიარებ იმას, რომ მაქვს ელიტარული განათლება, იმიტომ რომ
ყველა ეგრეთ წოდებული ინტერნატურა, ორდინატურა, ასპირანტურა და დოქტორანტურა დამთავრებული მაქვს და ჩემი მეუღლე იძახდა რამე ატურა კიდე არისო და არამედ გუი გაიხარებოდ დავამთავრეთ ყველაფერი. კი ეს ნიშნავს გარდა ამისა მთელ მსოფლიოში მისწავლია ყველა ქვეყანაში თითქმის წამყვან ქვეყნებში ერთი თვე, ორი თვე და კი რა თქმა უნდა ეხა დონე არა მაქვს მეთქი ვერ ვიწყდი თან 40 წელი მერე ვასწავლიდი 38 უფრო სწორად. ვასწავლიდი პლასტიკურ ესთეტიკურ ქირურგიას ყველაზე მაღალ კათედრაზე რუსეთში. ასე რომ რა თქმა უნდა განათლება გამაჩნია. კი და თან მაგრამ ის რო ჩემზე უკეთესია ეგ არც მომსვლია აზრად მაპატიეთ. ეგეთი რაღაცის თქმა. ვინ იყო თქვენი მასწავლებელი და ემადლიერებით თუ არა თქვენს მასწავლებელს? იცით რა არის მასწავლებელი ვემადლიერები და ყოველთვის ვიტყვი ბატონ ომარ ნემსაძეს რომელსაც გზაზე დამაყენა და ვემადლიერები რა თქმა უნდა ალექსანდრ ივანოვიჩ ნერაბეევს რომელიც იყო ჩემი აი ადამიანს ვერაფერს ვერ ასწავლი. არასდროს რამეს მე ეს არ მასწავლიდა. უბრალოდ შენ შეგიძლია ისწავლო იმ ადამიანისგან და მე ძირითადად იმ ადამიანისგან ვისწავლე დამოკიდებულება საქმის მიმართ, აი თავდაუზოგავობა, რომ მისაბაძი იყო რა თქმა უნდა მისი ეს შემართება, რითაც ის მუშაობდა ქირურგიაში და რა თქმა უნდა სკოლა სულ სხვა ქართული თქვათ ქირურგიული სკოლა და სულ სხვა სკოლა რომელიც იყო მედიცინის მეცნიერებათა აკადემიაში. მე მადლობელი ვარ რომ ყავდა ეგეთი მასწავლებელი რა თქმა უნდა. და რას ნიშნავს ქალი ქირურგი? ეს სხვათა შორის ყველაზე საუკეთესო დღეისთვის მსოფლიოში საუკეთესო ქირურგი ქალია. ახლა ღმერთო გამახსენე რა ქვია. დოქტორ კეტს ეძახიან კეტრინ ხვანი. ქალია. და კიდევ პლასტიკური ქირურგია. საუკეთესო მსოფლიოში ოფიციალურად პლასტიკური ქირურგი არის ქალი. ასე რომ ქალისა და რომელ ქვეყანაშია? ამერიკის მის წევრია. პლასტიკური ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოება არის ალბათ იქ. გარდა ამისა, ქალი იყო ტერსისი, რომელიც დაკავებული იყო ქირურგიით სახის ნერვის. ასე რომ ქალები ჩვენ კაცებს არაფრით არ ჩამოუვარდებით და მით უმეტეს საჭიროა ქალის ხედვა. ახლა იმიტომ რომ დღეისათვის სხვანაირი მოთხოვნილებებია. შენთან ადამიანი მოვიდეს და გეომეტრიულად გაუსწორო, ცხვირი გეომეტრიულად გაუსწორო სახეს არაფერს არ ნიშნავს. უნდა მოხდეს სახის ჰარმონიზაცია უნდა მოხდეს. ანუ შენი გაკეთებული ოპერაციის მერე ყველა სახის დეტალი უნდა ჯდებოდეს ერთმანეთში რა. ცხვირიც ხო შეიძლება რაღაცა გააკეთო და იქ ცხვირი არ გამოჩნდეს მერე სწორად. და დღეისათვის უკვე რაღაცა რევოლუცია ხდება ამ ესთეტიკურ ქირურგიაში, რომელსაც ეძახიან კასტომიზაციას. არსებობს ბრენდი, ვთქვათ, ავტომობილი. და მაგრამ ვთქვათ აუდი, არ ვიცი. მაგრამ ზოგიერთმა მოითხოვა ეს აუდი ასეთი ტყავის ფერით, სავარძლებით, ესეთი ტიუნინგით რაღაც გარკვეული და ეს ბრენდი უნდა იყოს და აკმაყოფილებდეს აი ამ მოთხოვნილებებს იმენა კონკრეტული ადამიანის. პაციენტის მოთხოვნილებებს უნდა აკმაყოფილებდეს. და არსებობს ერთი ოპერაცია, ვთქვათ, ბლეფაროპლასტიკა და რაღაცა ესეთი, მაგრამ პაციენტთან ერთად უნდა გადაწყდეს. აი რომელი სახის ბლეფაროპლასტიკას გამოვიყენებთ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ან რომელი სახის დაჭიმოს. აწყობს თუ არა ამ პაციენტს თვალები კონდეს, როგორც მელის თვალებს ეძახიან, ხო, ფოქსაისი, აწყობს თუ არა რომ კონდეს ხანუმას წარბები თუ სწორი წარბები. აი ეს ყველაფერი დღეისათვის ყველაფერი მიმართულია პაციენტის დაკმაყოფილებაზე და არა იმაზე, იყო გახსოვთ ეს იმ ქირურგის ცხვირია, ვთქვათ. კი, ესე არ უნდა იყოს, სავიზიტო არ უნდა იყოს ესე, ეგ არ არის სწორი. შენი ცხვირი კი არ უნდა აკეთო სულ ყველა პაციენტში. შენ უნდა აკეთო ის ცხვირი, ვისაც რა უხდება იმისათვის, რომ ჰარმონიულად გამოიყურებოდეს მისი ყველა, ანუ მიხვდით არ არის თქმა წმინდა. მიყვებით ხოლმე პაციენტს, ანუ ხო შეიძლება მე მინდოდეს რაღაც კონკრეტული ცხვირი მაგალითად, მაგრამ თქვენ თვლიდეთ, რომ ეს ცხვირი მე არ მომიხდება. დიახ, მაინც მიყვებით თუ დღევანდელი შეხედულებისამებრ. არა, ჩვენ ერთად წვიტავთ. თუ ადრე პაციენტი პასიური
ფიზიკური უყურებდა რას უკეთებს შენ და გიჯერებდა, ეხლა ასე არ არის. ეხლა რთხოვლობს ვირტუალურ ოპერაციას, ანუ აჩვენე როგორ გამოვა ეს და თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკა ამის საშუალებას იძლევა და ერთად წვიტავთ თქვენ რა ჭირდება ამ კონკრეტულ პაციენტს და შენი ნაოპერაციები ყველა ერთმანეთს არ უნდა გავდეს. იმიტომ გადავიდა მოდა იმისი რომ ყველა ერთმანეთს გავდა გადიდებული ტუჩებით. ხო, აი მაინტერესებს რა არის ახლა ეს მოდაში. და დღეს უკვე კასტა უნდა იყოს. გადავიდა მოდიდან. ხო, რა არის მოდაში? ძალიან საინტერესო შეკითხვაა. ანუ თუ კი ადრე პაციენტები მოდიოდნენ და გეუბნებოდნენ რომ გამიკეთე ისე როგორც აქვთ ანჯელინა ჯოლის, დღეს ასე არ ამბობენ. დღეს ამბობენ გამიკეთე ჩემივე სახის უკეთესი ვერსია. ანუ არ უნდათ მიბაძვა უკვე, იმიტომ რომ იცით რამდენი ადამიანები მე ერთმანეთში მეშლება. ისე გვანან ერთმანეთს და ეს არ უნდა, ეს აღარ არის მოდაში. რაღაც ინდივიდუალიზმის შენარჩუნება უფრო არის მოდაში დღეისათვის და ამას თხოვლობს ადამიანები. ანუ კასტომიზაცია არის ერთ-ერთი რევოლუცია, აი რევოლუციის მერე შემოვიდა მოდაში კასტომიზაცია. ანუ კასტებად დაყოფა და დაკმაყოფილება ადამიანის ინდივიდუალური მოთხოვნის. ერთხელ ჩახედეთ სიკვდილს თვალებში, ვიცი. რა შეგრძნება მოგვიყევით ეს? ცუდი ძალიან. მაგრამ რა არის, იცი, თითქოს შენ თავს იღებ ხელში და ეუბნები რომ აი გული გამიჩერდა მაგალითად, გაჩერდა 38 იყო პულსი და ვერაფერს ვერ იზამ. სიკვდილს გადაურჩი არ მარტო ფიზიკური, სადაც რაღაცა თითქოს რაღაცა დამცავი რაღაცა არსებობს. იცით რა არის სიკვდილი? ყველა ადამიანს აქვს თანდაყოლილი, ეგრეთ წოდებული ფილოსოფიურ ენაზე რო ვთქვა, თავისი სასიცოცხლო ენერგია. ანუ ტელამერების რაოდენობა და სიგრძე რა, რომელიც განაპირობებს იმას, თუ ჩვენ რამდენ ხანს ვიცოცხლებთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ ლიმიტი გვაქვს ჩვენ. იმიტომ აქვს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა, თუ რამდენჯერ მოხდება ჩვენი უჯრედების გამრავლება, ეს გენეტიკურად განპირობებულია. ამიტომ რომ ზოგიერთი ადამიანი 20 წლის ასაკში შეიძლება გრიპისგან დაიღუპოს და ზოგიერთი 80 წლის ასაკში კიბოსგან არ მოკვდეს დიდხან სიცოცხლოს კიდევ. იმიტომ რომ მას გააჩნია ეს თანდაყოლილი სასიცოცხლო ენერგია, რა თქმა უნდა, არავის არ გამოურიცხავს უბედური შემთხვევები. ამაზე არ არის, ეს გენეტიკურად არ ხდება, თუმცა ზოგიერთი იმასაც ამტკიცებს, რომ ესეც გენეტიკურად ხდება, მაგრამ ცოტა ეჭვი მეპარება. საერთოდ რომელ ზოდიაკო გაქვს? ხო, ზოდიაკო. ამას თქვენ არ გჯერათ ამის? არა, რა თქმა უნდა, ეს არის ვარსკვლავების ცვლა, ეს არის სასაცილო, იმიტომ რომ დიდი რაოდენობით თანხა დაიხარჯა იმაზე, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ენახათ ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ერთ და იგივე წამს. და დღეისათვის ეს უკვე ძალიან მოსახერხებელი არის, იმიტომ რომ ყველაფერი კომპიუტერში, ახლა მე რო ექიმთან მივიდე, ჩვენთან ჯერ არ არის ელექტრონიზირებულია. მე არც მინდა მოვუყვე რა დაავადებები მაქვს გადატანილი, ყველაფერი კომპიუტერშია გახსნის, ოღონდ ყველა ვერ გახსნის. ექიმებს აქვთ საერთო ბაზა გახსნის და ნახავს. ნუ ესე დაიხარჯა დიდი რაოდენობით ფული, მაგრამ არც ერთის ბედი ერთმანეთს არ დაემთხვა, ასე რომ. არ ემთხვევა. არა. არ ემთხვევა, ასე რომ მე ამ ბედის წერის არ მწამს, მაგრამ სიკვდილს ბევრჯერ გადაურჩი, ერთხელ თბილისში ჩამოვედით და რაღაც გავედი სახლიდან, მცხეთის ქუჩაზე ვცხოვრობდი, გავედი სახლიდან და მეორე დილას დავბრუნდი, მოსკოვში უნდა წავსულიყავი და ჩემი სახლის წინ ვხედავ სისხლს რეცხავენ, დგანან აი შლანგებით და რეცხავენ სისხლს და გამოიქცა ჩემი ერთი მეზობელი და ციცო როგორ გადარჩი შენ სიკვდილს რო წახვედი, თურმე ჩემი მეზობელი მეხუთე სართულზე შალვა ერქვა იმ საცოდავს, თურმე ესროლეს ბევრი და ჩემი ფანჯრები იყო როგორც საცერი, შევედი სახლში დაცხრილული, ხო შევედი სახლში და ჩემს ქვედა ბოლოზე 7 ტყვია იყო, ავიღეს 7 ტყვია ხელში მიჭირავს, გამოვედი და გამომძიებელი რაღაცას მეკითხება. თქვენ სად იყავით თუ რაღაცა და მე კიდევ აზრზე ვერ მოვდიოდი, როგორ გადავრჩია. გაოგნებული. სულ რაღაც წამებში მე გავედი და წამებში მოხდა ეს. რას ლაპარაკობ? კი ბატონო, ერთხელაც გზა მერია და მე სწორგზაზე რომ დავბრუნდი, აი ზუსტად 5 წუთის მერე იმ წამში, რომელზეც მე იქნა ყოფილიყავი, 7 მანქანა იყო შეჯახებული და 4 მკვდარი იყო. მიყავდა სასტრაფოს უკვე აი უცებ. ბევრჯერ გადავარჩი. ნუ ალბათ ბედის წერაც არის. ერთხელაც ერთმა
დატოვა გაზი, ეტყობა ჩემი მოკლა უნდოდა და წლების მერე მივხვდი, რომ ეს მისი გაკეთებული იყო, მაგრამ იქაც გადავრჩი სიკვდილს. ოჯახის წევრზე გაქვთ ოჯახის წევრზე საუბარი? კი ბატონო. არ გვეტყვით ალბათ. არ ვეტყვი. თვითონ მივხვდება, რომ მე ვიცი ეს, რომ მისი გაკეთებული იყო. არა გადამარჩინა იმან, რომ გაზი აინთო. გაზის გამოშვება უნდოდა ეტყობა და იქ გერმანული ტექნიკა იყო და გაზი აინთო, თვითონ წამოვიდა სხვა ქალაქში. ანუ გაზი არ გამოვიდა ფიზიკურად. გაზი არ გამოვიდა, აინთო და დაწვა ყველაფერი და სამსახურიდან რომ დავბრუნდე, მე ვაბრალებდი ჩვენ მოსამსახურეს, მაგრამ ის ადამიანს ხო მივხვდები, რომ მართალია და მე მივხვდი ეს რისი გაკეთებულიც იყო. გასაგებია. რა არის იმისათვის საჭირო, რომ იყო წარმატებული ქირურგი? წარმატებული ქირურგი რომ იყო, ამისთვის საჭიროა დიდი შრომა. ძალიან დიდი შრომა. თავგანწირვა. აი როგორ გითხრათ, ერთი წამი არ უნდა დაკარგო. უნდა იმუშაოს სულ, მაგრამ ქირურგია არის მარტო, წარმატებაში, მარტო შენი შრომა და ის საკმარისი არ არის, იმიტომ რომ ქირურგია არის ჯგუფობრივი სამუშაო. აი შენ გეხმარება ოპერაციის დროს ექთანი, რომელსაც სწორად უნდა მოგაწოდოს ყველაფერი, სწორად რაღაცა რომ შეეშალოს ექთანი. შეიძლება მან დაუშვა შეცდომა. შეიძლება დაუშვა შეცდომა, რაღაცა შეეშალოს, მაგრამ დამნაშავე მაინც ქირურგია. ყოფილა რომ ანესთეზიოლოგს შეშლია, ვთქვა და ისე დაუწიეს წნევა, რომ გული გაჩერდა და მაინც იტყვიან, რომ ამ ქირურგის ოპერაციის დროს მოხდა რაღაცა შემთხვევა. და კიდევ რა არის, შენ რომ 2000, 3000 წარმატებული ოპერაცია გააკეთო და ერთი ოპერაცია, ვთქვათ, რაიმე არ გამოვიდეს ისე თუნდაც შეგეშალოს, მაგრამ შეცდომა არ უნდა დაუშვა, არ შეიძლება თუ შეცდომა დაუშვი და საჭესთან ზიხარ, მთელ ცხოვრებას იხარ საჭესთან, მაგრამ შეცდომა არ უნდა დაუშვა. თორემ всё, შენ ცხოვრება დამთავრდება. ესევეა ქირურგიაში, ერთი წამით მოდუნება არ შეიძლება, თორე შენი კარიერა დასრულდება. მაგრამ ადამიანი ხარ, შენც ქირურგი ხარ, შეიძლება შეცდომაც კი დაუშვა. თქვათ, რაღაცნაირად არ ვიცი. აი ეს არ გეპატიება. არ გეპატიება არავითარ შემთხვევაში შეცდომის დაშვება და სულ ხარ პრესინგში, ანუ სულ ხარ დაძაბული. და სულ რო ხარ დაძაბული, ბოლოს კარდიოსტიმულატორს აგიდგამენ. როგორც თქვა. როგორც მე. იმიტომ რომ ეს ძალიან რთულია. აი ურთულესია. არ არსებობს უფრო რთული. ძალიან ჭკვიანი იყო ალბათ ჩემი შვილი, რომ ქირურგი არ მოინდობა. მე რო ვხედავ შენ არ მინდა ეგ პროფესია. თქვენ გინდოდათ რომ გამოსულიყო ქირურგი? მე მინდოდა, იმიტომ რომ მე მქონდა ყველაფერი. აი იცი რა არის? რაც მე დავაგროვე და რაც მე მოვიპოვე ჩემი ცოდნა, ეს არის ჩემი სიმდიდრე. მე სხვა სიმდიდრეს ძალიან დიდ აქცენტს არ უკეთებ ხა ბრენდები მე არ მიყვარს მაინც და მაინც ბრენდოვანი არა ვარ იმიტომ რომ ეს არის ძალიან ცუდი ტონი და მე მინდოდა გადამეცა ჩემი შვილისთვის ეს ჩემი წლობით დაგროვილია იგივე მორგში მე მგონია მარტო მე დავდივარ იმიტომ რომ მორგზე მე მეკითხებიან შეკითხვებს და სხვას არა მაგრამ ქირურგი მითიზომება თუ რამდენი მორგში რამდენი აქვს დამუშავარი და რამდენი გვამი აქვს გაჭრილი დიახ ხო და არ მოინდომა ჩემმა შვილმა ეს ჩემი სიმდიდრე რომ დამეტოვებინა. მე მგონია ცოდნა ყველაზე დიდი სიმდიდრე. კი, გეთანხმებით. ანუ რა არის იცით ყველაზე დიდი სიმდიდრე? ლტოლვა რაღაცის მიმართ, აი ქირურგიის მიმართ, ხო? აი ეს ლტოლვა პროფესიისკენ. რომ გიყვარდეს და არ უღალატო არასდროს. აი ეს მინდოდა გადამეცა, მაგრამ არ გამო. ნუ რაღაცა რომ ამბობენ ფსიქოლოგიური ორგაზმი არსებობს გონებრივი ორგაზმი რაღაცა. აი თვითონ ერთხელ მაინც რომ გამოეცა და ის რაღაც სიამოვნება რომ გამოდიხარ თქვა რაღაცას აკეთებ მოხსენებას ადრენალინი კი არა აი და შენ თქვა ლიტელი წამყვანი ქირურგი გეუბნება რომ თქვენ ახალგაზრდა ხართ მაგრამ დიდი მომავალი გაქვთ იმიტომ რომ შესანიშნავი შედეგები გაქვთ. ეს ჩემთვის რაღაცა იყო ჩემ ცხოვრებაში ბაში 38 წლის ვიყავი და ძალიან შთამბეჭდავი იყო და რაღაცა ჩემთვის იყო აი შეიძლება კიდევ ერთი ბიძგი იმისთვის რომ გამეგრძელებინა ეს საქმე. ნესმის. თუ ყოლიათ უკმაყოფილო პაციენტი. რა თქმა უნდა, ეხლა ყველასთვის კარგი ვერ იქნები, ეს გამორიცხულია. განსაკუთრებით, როდესაც შენ აკეთებ რთულობე, აი, მაშინ ამ შეკითხვას წინ უნდა დავუსვათ, რომელი ოპერაცია იძლევა შედეგს. შედეგს ის ოპერაცია იძლევა, როდესაც თქვა სახეზე ავიღოთ. რომელიც, როდესაც შენ ღრმა ქსოვილებში შედიხარ და მარტო კანს კი არა,
აღადგენ დამყნობ სისტემას, ანუ იმ სისტემას, რომლითაც სახე ინარჩუნებს თავის პოზიციას, მანამ სანამ გრავიტაციული ძალები მოქმედებს და სანამ ეს არის კავშირები, სვიასკები. ამას ვერ აღადგენ თუ ზედაპირულ ოპერაციას აკეთებ. ვერც faceliftings ვერ გააკეთებ თუ არ გაქვს შესაბამისი წდომას უნდა დიდი ოპერაციის გაკეთება, დიდად აშრევება ქსოვილების. ამას რომ აკეთებ, მაშინ შესაბამისად პირდაპირ პროპორციულია ის დრო, რა დროც საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს სრული რეაბილიტაცია. და პაციენტი უნდა იყოს ყოველთვის მზად, ხელს კი აწერს იმაზე, რომ ნებისმიერ გართულებას შეიძლება მოუყვეს. ახლა წარმოიდგინეთ, მაიკ ჯექსონს ცუდმა ქირურგმა არ გაუკეთა ოპერაცია, მაგრამ უცხროდ დარჩა, ხო? და ძალიან ბევრი ჰოლივუდის ვარსკვლავები არიან საშინელი შესახედავი. ეს იმიტომ კი არა, რომ თქვა ქირურგი იყო ცუდი და რაღაცა შეცდომები დაუშვეს. არა, ზოგიერთი პაციენტი სანამ მანამ მორჩება და გავა დრო, მანამდე მოუთმენელია და ამბობს, უი ეს არის, იყო ეგეთ შემთხვევა ამას წინა თვალებზე რომ ცუდად გამიკეთაო, ჩემზე რომ ამბობდა, სად არის ახლა? სად დაიკარგა? გადასარევი თვალები აქვს, უბრალოდ შეხორცების პროცესში შემჭამ, ეს არ შეიძლება რა, უნდა აცალო, იმიტომ რომ დრო ჭირდება სამაგიეროდ, როდესაც შენ ასეთ ოპერაციას აკეთებ, კარკას აღადგენ სახის, 10-15 წელი ის ოპერაცია ძლებს. ჯობია თავიდან იწუწუნო, ვიდრე გაგიკეთონ ოპერაცია, რომელიც 3-4 თვეში ისევ დაგებრუნდებს უკან და მთელი ცხოვრება მე იტყვი, რა გავიკეთე, ვერ გავიკეთე, ხო არაფერი არ გამიკეთებია. სერიოზულ ოპერაციას სერიოზული რეაბილიტაცია აქვს და სერიოზული შედეგი აქვს. უბრალო ოპერაციას ეძახიან lunch time facelifting, ანუ facelifting-ი, რომელიც გაკეთდა შესვენებაზე. ხო, ამას წელიწადში ერთხელ იკეთებენ, მაგრამ სულ არ გაიკეთებ, არა, მთელი ცხოვრება. მაგას შედეგიც არ აქვს დიდი ხნის. ამიტომ უნდა კონდეს ინტელექტი პაციენტს, უნდა კონდეს თანამშრომლობის უნარი და შეასრულოს ის, რასაც პაციენტი ექიმი ეუბნება. ყველაფერი ხდება ქირურგიაში, როგორც ამბობს ლიტელი უდიდესი ქირურგია, ყველა გასაღები არ აღებს ყველა საკეთს. ერთი გასაღები ვერ გააღებს ყველა საკეთს. დიდი ხანი გრძელდება რეაბილიტაციის პროცესები? არა, ხანდახან ძალიან მალე მთავრდება. ხანდახან ახლა არის ისეთი ჯგუფები, რომლებიც დიდხანს მიდის. თქვათ, მაგალითად, ძალიან სადაო შეკითხვა იყო, დაჩვენები თუ არის თუ არა ოპერაციები ონკოლოგიური პაციენტებისთვის. რომელმაც გაიარეს ქიმიოთერაპია, რომელმაც გაიარეს ბევრჯერ გამიკეთებია, მიდის ოპერაცია, უფრო შეხორცების პროცესი მიდის ორჯერ გრძელია. ვინც ეწევა სიგარეტს. აი არის საფრანგეთში ერთი ქირურგი, რომელიც ითვლება ერთ-ერთ წამყვან ქირურგად ბლეფაროპლასტიკის დარგში და ის ამბობს, რომ მე მწეველებს საერთოდ არ უკეთებ ოპერაციას, იმიტომ რომ ყველაზე თხელი კანი არის ქვედა ქუთუთოს კანი და იქ შეიძლება იმდენი გართულებები მოყვეს მწეველების ოპერაციას. ანუ პაციენტებს, რომელთაც აქვთ ჰეპატიტი C, პაციენტებს, რომელთა აქვს აუტოიმუნური დაავადებები. ხო, პაციენტები, რომლებიც აი ახლა თქვენ რომ რევოლუციაზე ვილაპარაკეთ, მე გამომრჩა ესეთი რაღაცა მე თქვენთვის, რომ თუ კი ადრე, აი რა რევოლუციაა ძირითადად, თუ კი ადრე პაციენტები მოდიოდნენ და იკეთებდნენ თქვათ სახის დაჭიმვა, ეს შედეგი იყო სიბერის, ხო? დღეს უკვე შეიცვალა და რა ხდება, იცით? 5 წელიწადში არავინ არ მოგტებითო, გაგიგონიათ, ხო? რაღაცას გამოიგონებენ და არავინ არ მოგტებით. ანუ ადამიანის რეგენერაციაზე წავიდა საუბარი, გენეტიკურ დონეზე და უკვე იკვლევენ, რომ აი ვთქვათ, რა როლი აქვს სიბერის პროცესში ჰორმონებს და მალე ენდოკრინოლოგის კონსულტაცია იქნება ისევე აუცილებელი, როგორც ვთქვათ, სისხლის საერთო ანალიზი. იმიტომ რომ ესეა. დღეს იკვლევენ რა გავლენას ახდენს ფერიტინი, ეს ძირითადი ნივთიერება, ცილა ესეთი ფერიტინი, რომელიც აგროვებს რკინას, იგივე რკინაა, მაგრამ ის აგროვებს და მაშინ მისცემს ორგანიზმს, როცა ეს ჭირდება. ფერიტინის დაკლებობა იწვევს, ანუ დღეს უკვე ვეძებთ სიბერის მიზეზებს და იმაზე ვმუშაობ. ნაკლებობა იწვევს სიბერეს? დიახ, ფერიტინის, იმიტომ რომ არც ერთი ორგანო არ იკვებება ნორმალურად. რისგან და მივიღოთ ფერიტინი?
ფერიტინი იგივე რკინა არის, იგივე კენკროვანი ნივთიერებებისგან, იგივე ვთქვათ წითელი ხორცი, თევზი, აი ამ ნივთიერებებისგან მიიღება ნორმა. გავიხსენო ახლა რამდენი იყოს ძალიან დიდი ვარიაბელური ნორმა აქვს სხვათა შორის ქალებში მე მგონი 10-დან 125-მდე და კაცებში 25-დან 250-მდე. აი საქართველოში მის რესურსიც არ არის ალბათ რომ გავიზომოთ ფერიტინი და ჰომოცისტეინი, რომელსაც მე ყოველთვის ვაკეთებ ჩადივარ. ადამიანმა დღეს უკვე უნდა კომპლექსში განიხილოს, მარტო შედეგს კი არ უნდა ებრძოლოს უკვე, იმხელა ინტელექტი უნდა ჰქონდეს, რომ შეადგინოს თავისი სიბერის პროფილაქტიკის გრძელვადიანი გეგმა. აი რა გააკეთოს ცხოვრებაში. აი ეგ მოგვიყევით, ძალიან მაინტერესებს. გრძელვადიანი გეგმა, ანუ როგორ არ დავბერდეთ. როგორ არ დავბერდეთ. ეხა გითხრათ საიდუმლოებები. კი, რა თქმა უნდა გითხრათ. მე გაბრაზდებიან ის ხალხი, რომელსაც აქ თავისი კოსმეტიკური ხაზები. არა, გითხარით ძალიან. მე რას ძალიან მაინტერესებს კი. აი ესეთი ფანტასტიურად რომ გამოიყურებით, მაინტერესებს რას აკეთებთ და გვასწავლეთ ჩვენც. ფანტასტიურად რომ გამოვიყურები, რას ვაკეთებ. ჯერ ერთი ამას დრო დასჭირდა, ერთხელ ვიყიდე წიგნი, პირველი არის უნდა იყოს ჯამრთელი. ახლა მე ვერ ვიტყვი ჯამრთელი ვარ მეთქი, იმიტომ რომ კარდიოსტიმულატორი მაქვს, ეს უკვე ნერვებზე იყო დამოკიდებული. მაგრამ როგორც ასეთი, მე ყოველთვის ვაკონტროლებდი ჩემს წონას. წონა მნიშვნელოვანია. პირველი არაფერი ისე არ ვნებს. წარმოიდგინეთ, ეხლა მონჯარო შემოვიდა პრეპარატი, რომლითაც ბევრი გახდა და რამდენად დაიკლო გულსის წარხვთა დაავადებებმა. ეს იგივე აღმოჩენა ხოლესტერინთან არის დამოკიდებული. რა თქმა უნდა, არა, მარტო ხოლესტერინთან არა, მე როგორც მიკროქირურგი, როდესაც დავინახე სისწარღვებს რომ კერავდი, დავინახე ეს ათეროსკლეროზული ფოლაქები ჩემი თვალით. მის მერე საერთოდ ქონია საჭმელს, ნუ ეგ დიდი ხანია, ხო? და ეს არის ყველაზე მეტად მავნე, გარდა ამისა, სუქანი ადამიანი არ გამოიყურება ჯამრთელად და ახალგაზრდად არ გამოიყურება და გარდა ამისა, გინახავთ თქვენ ძალიან მოხუცი სუქანი? ყველა ძალიან მოხუცი ძალიან თხელი და გამხდარია. ანუ თხელი და გამხდარი რო ხარ, შესაბამისად აღწევ მოხუცებულობამდე, ხო? მაგის თქმა გინდათ, ხო? რა თქმა უნდა. ხო და იმისათვის რომ ესე იგი ჯამრთელად უნდა იყო და უნდა აი ეს არის ის პროგრამა. მე რაღაცა დიეტა ერთი სიტყვით შემიძლია ვთქვა, ანუ ორი სიტყვით. როგორ შეიძლება? აი თუ მე დამიჯერებენ თქვენი მაყურებლები, ჩემი ორი რჩევა იქნება საკმარისი იმისთვის, რომ იცხოვრონ დიდხანს და იყონ ახალგაზრდა. აბა გისმენთ? პირველი, ვარი უნდა თქვა ყველანაირ სამ თეთრ ფხვნილზე. ეს არის შაქარი, ეს არის მარილი და ეს არის ფქვილი. ყველაფერი რაშიც ურევია შაქარი, მარილი და ფქვილი არ უნდა მიირთვათ. ეს უცებრო გადაწყვიტო ძალიან ძნელია, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი შესაძლებელია. ახლა ჩემთვის, რა თქმა უნდა, ისეთ ყველაფერს აქვს მარილი. და მეორე, არასდროს არ უნდა გაძღეთ. დაჟე იმ საჭმელით, რომელიც აი რა იწევს გასუქებას, გადაძღომა. გაძღომა კი არა, გადაძღომა, ანუ სწორად თქვი? კი. გადაძღომა, ზედმეტად გაძღომა. აი ეს არ უნდა იყოს. აი ყოველთვის თუ კი შენ არ გშია, ესე იგი სუქდები. ცოტა უნდა იმეგობრო ამ შიმშილის გრძნობასთან. ხო, უნდა დაუმეგობრდე კარგად, უნდა მიეჩვიო, რომ შენთან იყოს სულ. ნუ, ეხლა ჩემთვის მაგალითად ომიც რომ იყოს და მარტო ნამცხრები იყოს იქ და ნაყინი და რაღაცა, მე ჩავთვლი რომ უნდა მოვკვდე მშიერი. იმდენად არა. მე იმდენად შევიძულე ეს. შეიძულე. რომ всё, ჩემთვის აი კანფეტი მაგალითად დიდი ხანია, არ არსებობს, აი ვინც მიცნობს, ხო იცის რომ არ ვტყვი. ამას არ ვჭამ. შემიძლია კარგად ვჭამო ღომი, ყველი, ღომიც ეხა იქ, მაგრამ არა ვითარ შემთხვევაში. ღომი რო ფქვილია? ფქვილი კი არის, მაგრამ იქ არ არის გლუტენი. ესე იგი დავაკონტროლეთ ჩვენ ყველაფერი, როგორ გვაქვს ვიტამინები, როგორ გვაქვს ჰორმონალური ფონი. ამის მერე აი ამ პროდუქტებზე თქვით ვარი,
და არასდროს არ გადაწყომა, ხო? და არასდროს საკვებ დანამატებს რაც შეეხება? რა თქმა უნდა, საკვები დანამატები. ანუ ხო, გავარკვიეთ რა გვჭირდება ვიტამინი D, როგორ ეს D ვიტამინი D აუცილებელია რომ ყველამ მივიღოთ, ხო? ხო. გარდა ამისა, ნუ ახლა ასაკთან ბევრი რამე არის მისაღები. ომეგა 3 მაგალითად ძალიან კარგი პროდუქტია. სახეზე მე ვიკეთებ ხოლმე დერმაპლენინგს. აუცილებლად პლაზმოლიფტინგს, იმიტომ რომ ამაზე უკეთესი პროცედურა არ არსებობს. მართლა? არ არსებობს. და უსაფრთხოა ეს გამიგია რომ ცოტა რაღაც აბსოლუტურად უსაფრთხოა. კი, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად უსაფრთხო პროცედურა არის. აი, რა მაინტერესებს? არა სამედიცინო თვალსაზრისით თუ გითქვიათ პაციენტისთვის უარი ოპერაციაზე. ყოფილა კი. ნუ გამაბრაზეს ერთხელ ძალიან და თუ ვარს ვიტყვი, მე არაფრით არ გადავთქვა. მართლა? არა. და მომატყუეს, რომ იმ პაციენტის ჩემი მეგობრის პროტეჟე ვარო. ხო და თან 3 დღით ვიყავი ჩამოსული და 3-ვე დღეს ოპერაცია უნდა გამეკეთებიან, ანუ ის საქმე რაზეც ჩამოვედი ვერ ვაკეთებდი, იმიტომ რომ ისეთი ადამიანები მთხოვენ, რომ ხო და მირეკავენ ჩვენ ისავართო, რო გთხოვა შენმა მეგობარმა. კი, მაგრამ იმას ხო გაუკეთებ მე უკვე ოპერაცია მეთქი. არაო ჩვენ ვარ თუ გადაურეკეთ ჩემ მეგობარს, არაგო თუ ჩემ პროტეჟე შენ დღეს გააკეთე უკვე. გავბრაზდი და უთხარი ვარი რა საჭირო იყო ტყუილი. და რომ უთხარი ვარი სახელი და გვარი არ უთქვამს მეგობრის. კი, ახლა მე არ ვიტყვი ჩემ კაი ვლადიმერ მარგველაშვილი ჩემი მეგობარი მამუკა. იმამ თხოვა თითქოს და იმამ არა თვითონ იმ პაციენტს არ უთქვამს თავის სახელი და გვარი? კი, როგორ არა, ის უკვე გადაიხადეს უკვე ფული და მეორე დღეს უნდა გამეკეთებინა და მე არ გაგიკეთებთ მეთქი. დავთვენ სახში შემიშვით სადარბაზოში მეთქი, არ გაგიკეთებთ მეთქი. არა, ნუ სადარბაზოშიც არ მიშვებდნენ. მე ამოვიდნენ ეტყობა ვიღაცამ სადარბაზო გაუღვა, აკაკუნეს, იმღამეს დამირეკა ერთმა 200-მა კაცმა პრეზიდენტის გარდა მე მგონი ყველამ დამირეკა. მე თუ ვიტყვი ვარს. ანუ მე თუ მიყვარს ადამიანი მიყვარს, აი ესეთი კატეგორიული ვარ. თუ მძულს, всё მორჩენილია და თუ ვიტყვი ვარს, ესე იგი ვერავინ ვერ გადამათქმევინებს, გამორიცხულია და უთხარი ვარ. გადის დრო და მე ვიგებ, რომ იმ პაციენტმა ბათუმიდან იყო, თავის მოკლა გადაწყვიტაო და მშობლებმა გადაარჩინესო და მე თქვესო, რომ მოდითო გავყიდოთო ყველაფერი სახლი კარი და მოსკოვში წავიდეთ იმასთან. ეხა ეს რო გავიგე კი შევწუხდი ძალიან მეთქი რატო ვარ ესეთი კატეგორიული, ესეთი მაქსიმალისტი, ნუ რატო შეიძლება და თანაც უფასოდ ვაკეთებ მე ოპერაციებს. უფასოდ ანუ? ხო, მაგრამ რაღაცა ფულს იგიხდიან, სავატყოფო არ აკეთებს, სახელმწიფო ქართული არ აკეთებს უფასოდ, მე ვაკეთებ უფასოდ. სახელმწიფოს ხარჯზე ეს მე არც ვიცი რა ჯდება იქა. მე უფასოდ უკეთებ. მე იქიდან ხო ხელფას არ მაძლევდნენ, მაშინ რო ჩამოვდიოდი, ესე იყო. და შემოვლა გვაქვს მოსკოვში და ადგა ერთი ქალბატონი და მეუბნება მე ვარ ბათუმიდან. ой, მეთქი ალბათ ეს ის პაციენტია, რომელმაც სახლი გაყიდა, კარი გაყიდა და თავს იკლავდა და კარგი შემოვბრძანდით მეთქი და ჩვენი ინსტიტუტის დირექტორი იყო ქართველი და მე ურეკავ. ასე მეთქი რა სახლი გაყიდეს, კარი გაყიდეს და გეხვეწები დამეხმარე რომ ამათ ეს ფული არ დაუჭდეთ და ისე ვიყიდონ ის სახლი მეთქი და შეგიძლია დახმარება მეთქი. ეს მეუბნება ხა. კი, რა თქმა უნდა, გაუკეთე ყველაზე ძვირიანი ოპერაცია და დაუწერე ყველაზე იაფიანი და მე ხელს მოგიწერო. ხო, ვიანგარიშეთ აქეთ იგით და ვიანგარიშეთ სულ $600. $10,000 ნაცვლად. ეს ლაპარაკობ. კი ბატონო, და რომ ჩავდივართ ახლა, ეს ქალი მისმენს და ჩავდივართ ლიფტში რომ გავაფორმოთ ეს ყველაფერი, მე ის არა ვარო. ой, რას ლაპარაკობთ მეთქი? ჩუმად იყავი ახლა მაგრამ მოიღო მეთქი. ხო, მე ის არა ვარო. არც ვიცი იმას რა ბედი ეწია, ჩამოსულიყო დავეხმარებოდი, რა თქმა უნდა, მაგრამ იმ ქალბატონს ვერ ძალიან დაუმეგობრდით, მაგრამ ისეთი საინტერესო შემთხვევა იყო. რა გართულებები ახასიათებს პლასტიკურ ქირურგიას? გართულებები უამრავი, რა თქმა უნდა. ნუ ყველაზე ესეთი გართულება არის, თქვათ,
ალერგია რაღაც პლასტიკი ეს ზოგადი გართულებაა. ძალიან ხშირად თუ ვერ მართავს, შენ ხარ დირიჟორი, შენ უყურებ ყოველ წუთში წნევას. თუ წნევას ვერ მართავს ანესთეზიოლოგი, შემდგომში როდესაც გამოყავს ნარკოზიდან წნევა იწევა და შენ კიდე მთელ სახეს ვერ დაწვავ, რაღაცა გარკვეული სისწრაფეები უნდა შენ ყველაფერი თუ დაწვე არ შეხორცდება ის ჭრილობა, იქნება დამწრობა უბრალოდ. და როდესაც და შეიძლება მოხდეს ჰემატომა. ჰემატომა არის ერთ-ერთი გართულება, რომელიც შემდეგ იძლევა ცოტა ისეთი 1-2 თვე უნდა რომ გამაგრებული ნაწიბურები დაიშალოს. ეს მართვადი პროცესია, მაგრამ ზოგიერთ პაციენტს არ ყოფნის ის არც ინტელექტი რო აუხსნა რომ ესე ხდება. განსაკუთრებით თბილისში შენ მე არც ნების ყოფა უნდა რომ იესო ქრისტეს გავარ ახლა მე მოხდა ეს, მაგრამ იმას არ ესმის ეს რომ მოხდა. რატომ აქ ესე? ნუ ცოტა მოითმინე, იმიტომ რომ ესეა ახლა. აქ მაინც რესურსიც არ არის ყველაფერი რომ ზუსტად და ზედმიწევნით იყოს ახლა. შეცდომა დაგიშვიათ ოპერაციის დროს? შეცდომას მე ოპერაციის დროს არ უშვებ არასდროს, იმიტომ რომ შეცდომა და დრო დამეშვა მანქანის მართვის დროს მოგუტებოდი, ხო? ესეთ შეცდომას მე არ უშვებ ახლა. რაღაცა შეიძლება შემეშალოს, მაგრამ ესეთი შეგნებული როდის ისჯება ექიმი რომ შეგნებულად შეცდომას დაუშვებ. თუ კი არ ვიცი ოპერაციის გაკეთება, მე იმას არ გავაკეთებ, ჯერ 100-ჯერ გავაკეთებ მორგში და მერე გავაკეთებ ადამიანზე, მაგრამ შეცდომას არ დაუშვებ. ცარიელ კუნძულზე მოხვდით, რას წაიღებდით მხოლოდ ერთ ნივთს? ერთ ნივთს. მხოლოდ ერთ ნივთს. იახტას რა თქმა უნდა. აა აბა მეტი ხო ერთი ნივთია იახტა. როგორ გახდით ესეთი პოპულარული ექიმი? იცით რა საერთოდ არ მიფიქრია იმაზე რომ მე გავხდე პოპულარული. რაღაცა ყველაფერი ალბათ შემთხვევამ მოიტანა. შემთხვევებმა მოიტანა ეს ყველაფერი. და თქვენმა საქმემ. და ჩემმა საქმემ, ხო, აი, როდესაც ცნობილი ადამიანები მოვიდნენ, ჩემთან მაგალითად, მოდი ვინც არ მალავდა იმას გეტყვი, თქვათ ლუშკოვის პრეზიდენტს გაუკეთე ოპერაცია, მაგრამ იმ სახში ეხლა ამ შეკითხვის პასუხი არ არის ეს, მაგრამ იყოს საინტერესოა. იმ სახში კიდევ ცხოვრობდა სხვა ქირურგი, რომელიც სულ ეუბნებოდა, მოდი მე გაგიკეთებ ოპერაციას, მაგრამ ამ ქალბატონს არ უნდა და ჩემთან უნდა და ოპერაციის გაკეთება და როდესაც გაუკეთე და გაუშვი სახში, ღამე იყო და ვერავინ ვნახავს, რომ ღამე წავიდა. მაგრამ მე მირეკავს რომ არ მინდა რომ იმ ქირურგმა ვნახოს მაგას ეწყინებაო, სხვათა შორის ცნობილი ქირურგია ძალიან და მოდიო რა ჩემთან სახში და შემახვიეო. კი მეუთხარი პრობლემა არ არის მეთქი და მივდივარ ეხა სახში მიღებს კარს და მივდივართ წამოდიო მეუნება მივდივართ დავიღალე და ვეკითხებ მაპატიეთ მაგრამ რამდენი კვადრატულია ეს თქვენი ბინა მეთქი და 1000-იო მეუთხარი თქვენ იცით მეთქი რომ მე 1 კილომეტრს და 9 კილომეტრს მანქანით მივდივარ ფეხით არ დავდივარ მეთქი და შემიყვანა ეს არისო საზამთრო ბაღი და დაჯექი აქ დამელოდა ერთი წუთითო და შევხედე ამ საზამთრო ბაღში დგას ზამთრის ბაღი ხო? ზამთრის საზამთრო როგორ არის იმისა. ზამთრის კი ბატონო. ხო. და დგას ხატი და კარგად დავაკვირდი და ხედავ ეხა ნუ ყველა ძვირფასი ქვები რაც არსებობს სოფლიოში ამ დედამიწაზე ყველა არის იქ ბრილიანტები, მარგალიტები, ძოწები, კარალ როგორ არის ქართულად. საოცრებაა რაღაცა. მარჯანი და ყველაფერი რა რაც არსებობს დედამიწაზე ყველა ქვებია და საფირი, რა ვიცი. ხო და ვიკითხე მე ჩემ ხელაა ეს ხატი რამდენია 1.71 მეტრი ვარ მე და 70-იაო ესო და მეთქი ალბათ თელმა შურღაებმა ჩემმა გვარმა რო იმუშაოს მთელი ცხოვრება ამ ხატს მაინც ვერ ვიყიდით მეთქი და ცოტა დამცირებულად კი ვიგრძენი თავი მაგრამ იყო ესე არ ვიცი საიდან იცოდნენ აი ჟირინოვსკის თანაშემწესათვისაც მაქვს გაკეთებული ოპერაცია ახლა მსახიობებზე არ ვიტყვით ვინც მალავს მაგრამ ესე მოხდა მე გაუკეთე პირველად ძალიან დიდი ის მოყვა რეზონანსი როდესაც გალიჩის შვილს გახსოვთ ალექსანდრე გალიჩი რომელიც საფრანგეთში ესეთი მწერალი და მომღერალი იყო ბარდი რომელიც საფრანგეთში წავიდა. მე იმის შვილს იმას გაუკეთეს, გაუფუჭეს ოპერაცია და მე გამოვასწორე და იყო გადაცემა მალახოვის. მალახოვის გადაცემაში ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი.
და ამერიკაში ერთხელ მე და ჩემი შვილი ვართ და ვლაპარაკობთ რუსულად და ვიღაცა მოვიდა რაღაცა უნდა კითხოთ სამედიცინო მაღაზიაში ვარ სხვათა შორის და მეთქი ალბათ რაღაცა უნდა მკითხოს მიხვდა რომ ჩვენ ექიმები ვართ მეთქი და ამას წინათო მალახოვის გადაცემაშიო თქვენ იყავით ისინიც ისე უყურებენ ახლა ამერიკის რუსები მალახოვის გადაცემას როგორც ჩვენ უყურებთ საქართველოს გადაცემას მოსკოვში ხო და ჩემი შვილი კი იყო გახარებული რომ ჩემი დედა ამერიკაში იცნეს ქუჩაში. რასაც უქრები გაუკეთებიათ პაციენტებს თქვენთვის? ძალიან საინტერესო. ბევრი რაღაცა ერთმა დაჟე ბინაც მაჩუქა, მაგრამ რაღაცა თავისი ნახა და ეს შენიაო, მაგრამ რაღაც თავისი პირობები მოაყოლა და მე ეს ბინა მე არ მომცეს. იმიტომ რომ იქვე სახში პირველ სართულზე კლინიკას გავაკეთებო და აქ უნდა იმუშაო, მაგრამ პაციენტისგან ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემთვის არის აი რა ერთი მეუნება და მოდის და აი ამ კანსიერშა მეკითხებაო ამ სახში ადრე ქალი ცხოვრობდა ის დედა იყო თქვენიო აი ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი მეორე ერთი მინისტრის ცოლს გავაკეთე ოპერაცია და მინისტრის და ეს მეუნება მინისტრი რუბლევკაზე ცხოვრობენ ესენი და მეუნება რომ შევედი ჩვენს სუპერმარკეტში რაღაცები დავაგროვე რა ქვია იმას კალიასკაში პროდუქტები და გამყიდველი მეუნება იცით რა დედა თქვენი ამას არ ყიდულობდაო და გირჩევთ რომ ეს იყიდოთო ანუ სხვა იყიდოთო გაერია დედაში აი ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი და კმაყოფილი პაციენტი დიახ თქვენ კურიოზებზე მოგვიყევით. ვიცი რომ ერთხელ თვითფრინა იმაში აეროპორტში არ გიშვებდნენ და დაგაყოვნეს, ერთხელ მეტროში არ ჩაგიშვეს. კი ბატონო იყო ესეთ. კი ჩამიშვეს. ბოლოს გაბრაზებული ამოხვედით. მე ამოვედი, კი. რა კურიოზი იყო. ეხლა ჩავფრინდი ჟუკოვსკის აეროპორტში თბილისიდან და გეგმავ რომ 8 საათზე სახში ვიყო 6-ზე ჩამოფრინდა თვითფრინავი და ჩემს დამხმარე ქალბატონს ვახვეწები რომ დამელოდე რომ ამატანინოს ეს ჩემოდნები და კიო მითხრა დაგელოდებიო და შევდივარ ახლა პასპორტის კონტროლზე. მიყურებს ჩემ პასპორტს, რამდენი წლის ხართო და 60-ის მეთქი. უყურებს, არა, შენ 60 წლის არ იქნები, ეს შენ არ ახარ. ეხა ეს მინდოდა გულში ვფიქრობ, მეუთხარი გეხვეწებით რა დროს ნუ მაგარგვინებთ, ეხა არ მეტყობა ფსიქოლოგიურად მეთქი, რომ მე არ მეშინია ხარ რასაც თქვენ ამბობთ, ისე უნდა შეატყონ. არაო, ეს შენ არაფრით არ იქნებიოს, ნუ ეხა სპორტული ტანი ყოველთვის მქონდა და ალბათ არ გამოვიყურებოდი, რა ვიცი. კარგიო მაშინო, ძალიან ახლა ბევრჯერ გავუმეორე და მაშინო ჩემს აგერ გვერდზე მუშაობსო, მეო დეკრეტულ შვებულებაში ვიყავი და შეიძლება რამე დამავიწყდაო და დაუძახებო. დაუძახა მეზობელს, ამანაც შეხედა, კი ეს არისო. ამოვისუნთქე მეთქი, ახლა გამიშვებს მეთქი. და რაღაცას წერს მეთქი, წერს ალბათ რომ გამიშვას. არაო, შენ ეს არ ახარო მეუნება, უნდა დაგაკაო. ხოლო შემომიშვეს, ორი კაცი მოვიდა, შემომიყვანეს სადღაც და ახლა გავბრაზდი ძალიან და ამ კაცებს თქვენ წარმოიდგინეთ მეთქი, მე ვარ პლასტიკური ქირურგი. მე თუ გამოვიყურები ახლა მე ვთხარი 100 წლის ვინ მოვა ჩემთან მეთქი და ვცდილობ რომ არ გამოვიყურებოდე და თან ინტერნეტი გავხსენი და ვაჩვენებ ახლა. თქვენ მიხვალთ მეთქი მსუქან დიეტოლოგთან, ისევ არ მეთქი მეც არ უნდა ვიყო ბებერი, თორე არავინ არ დამიჯერებს რომ შეიძლება გაახალგაზრდაება. მიყურებს ეს კაცი და თქვენ რამე გაიკეთეთო? კი მეთქი, რაო, ბოტოქსიო. მაჩვენეთ ცნობაო რომ გაიკეთე ბოტოქსიო. მე ვთხარი, მე ვარ პროფესორი, მე მაქვს ბოტოქსის ყიდვის უფლება გაქვთ. გაკეთების უფლებაც მაქვს მეთქი. ავდექი ვიყიდე და გავიკეთე. და ჩემ თავს მივცე მეთქი ცნობა რომ მე ჩემ თავს გავუკეთე. კი მომეც კაღალდი დავწერ ახლა მე ჩემ თავს მივცე ცნობას მეთქი რომ მე ეხა ეს კაცები უკვე მიხვდნენ რომ მე ეს ვარ, მაგრამ რას მეუნებიან, იცით უკვე წავიდა ეს პროცესი. და ამ პროცესს უნდა 1-3-4 საათი რომ დაამოწმონ იქედან რომ შენ ეს ახარ. დილის 8 საათზე მივედი სახში. და იქ მეტროში უბრალოდ კონსულტაციაზე წავედი ფეხით. და რომ გამოვედი იმ კლინიკიდან, მეთქი, მეტრო არის აქ და ჩავჯდები მეტროში, მაგრამ მე მეკუთვნის პენსიონერი ვარ უკვე 55 წლიდან პენსიონერი ხარ. და მეკუთვნის უფასო, მაგრამ არ ვიცი აქ როგორ ვიხმარო ეს კარტა. პენსიონის კარტა და ვეკითხები ვიღაცას როგორ უნდა ვიხმარო აქ სადმე შევდო ეს კარტა მეთქი. და ესე დაბნეული რო ვარ და რო ვეკითხები, ეთქობა დამინახე ყველაფერს ხედავენ, დავინახეს და როგორც კი შევედი, მოდი აქ შენო მეუნებიან მივედი. კარტა გვაჩვენეო შენიო, გვაჩვენე. გამომართვა და ეს საიდან მოიტანეო? საიდან მოვიტანე და მეზობელს მოვპარე მეთქი, ახლა მეც იუმორით ვეუბნები.
არა მართლა ვინ მოგცაო ეს კარტა ვარ შენ ახლა არ მითხრაო რომ პენსიონერი ვარ თეთრ ჯინსები მაცვია რა მე მე ვთხარ პენსიონერი ვარ აბა რა ვარ მე კარგი რა ახლა სანამ შენ პენსიამდე დაგრჩაო ნეტე იმდენი წელი მაცოცხლა მეო ა მე ვთხარ თქვენ 3 წლის წინ მოვკვდით გილოცავთ მე ხო და მე შემიყვანეს გამათაც გავარჩიეთ საქმე და დავარწმუნე რომ თან არიჭერს ინტერნეტი რომ აჩვენო ინტერნეტში დოსია მეტროში არიჭერს და გავბრაზდი მე ამოვით მეტროდან ტაქსით წავედი აღარ მიგდებოდეს საკუთარ სახეზე გაგიკეთებიათ ოპერაცია თქვენი ხო ხელი თქვია ეს მოდი რა ზეპირად არ ვასწავლოთ ხალხს მე კი არ ვიცი თქვენ წარმოიდგინეთ ძნელია ეგ ჩემ თავს გაუკეთე ისტორია. ამოვიღე ბიშექტომია გაუკეთე ჩემ თავს ვიდრე მაშინ მე როცა მინდოდა რა ნარაკეთებდა ჩემს მეტი ძნელია ეხა საკუთარ თავზე მეტად ძნელია საკუთარ შვილს რო უკეთებ ოპერაციას უფრო ძნელია ვიდრე ხო, საკუთარ თავზე რა თქმა უნდა მახსოვს დამიჩება რომ გამიკეთე რაღაცაო და მეუნება დედა მე რო შემომიყვანეს საოპერაციოში შენ სახე არ ქონდაო ძნელია მაგრამ ეხა მე ღარიბი ადამიანი არა ვარ რომ ვიცოდე რომ ჩემზე უკეთესად ვინმე გააკეთებდა გადავიხდიდი ფულს და მივცემდი და მე იტო გავაკეთე ძულებული ვიყავი პროფესია გიყვართ შვილივით ახლა ეს ორი სიყვარული სხვადასხვაა მაგრამ ორივე მიყვარს რა თქმა უნდა აი ხა რა მაინტერესებს ქალბატონო ციცინო აი რა არის თქვენი ხედვით სილამაზე სილამაზე პირობითი ტერმინია აი პატრა ბავშვისთვის ლამაზია დედა როგორიც არ უნდა იყოს ის და ჩემთვის ლამაზია ჩემი შვილი და ჩემი შვილის შვილი და რაღაცა ხო და სილამაზე ძალიან მოძოს ეს განმარტება ქალისთვის სხვა არის კაცისთვის სხვა არის აი კაცები სხვადასხვა იკეთებენ ოპერაციებს და არ მკითხეთ რას იკეთებენ ქალის სილამაზე გვაინტერესებს ძალიან ქალის სილამაზე ქალის სიბრძნეა ულამაზო ქალი არ არსებობს შენ როგორ არსებობს დაუფინანსებელი ქალი იმიტომ რომ სილამაზე სჭირდება შრომა და სილამაზე სჭირდება სახსრები აუცილებლად და კიდევ ინტელექტი იმისთვის რომ შენ ეს გინდოდეს თუ არიან ქალები რომლებიც ახლა მე მაგალითად ისეთი რომ იმიტომ კი არ არის ულამაზოა მაგრამ ისეთ ფორმაში და ისეთ რაღაცაში მე ქუჩაში არ გამოვალ თქვათ არასდროს არ ჩავისწრებ სამსართულიან კაბას ესე მიკერებულს ერთმანეთზე ნუ რაღაცა რა ვიცი ძალიან მაინტერესებს რას იცმევთ ბრენდული ტანსაცმელები თუ გიყვართ რას ვიცმევ რა არა მაქვს დიდი პრეტენზიები და რა თანხებს ხარჯავთ თქვენს ჩაცმულობაში ადრე უფრო ხარჯავდი რატო იცი ჩვენ ბავშვობაში არაფერი არ გქონდა მე თვითონ მკერავდი მართლა რა თქმა უნდა მე რომ გავიზრდებოდი ერთი ტანსაცმლიდან პატარა რო ვიყავი იქ ჩითის ნაჭერი იყიდებოდა მანეთი და 20 კაპიკი ღირდა მე მგონი მეტრო თუ არ მახსოვს ვიყიდიდი და ზუსტად ისეთ შევკერავდი და ბები ამბობდა როგორ კერავს კაც სხვა რავის უსწავლებიაო ხო და რო არ იყო რაღაცა ეს და ბავშვობაში დაუკმაყოფილებლობა ყოველთვის გინდა მერე ხო ეს უნდა დაიკმაყოფილო რაც ბავშვობაში ვერ დაიკმაყოფილე და როდესაც უკვე სახსრებიც გამიჩნდა და როდესაც ყიდულობდი ჩემთვის ნუ მიყვარს რა თქმა უნდა კარგი მხოლოდ ბრენდებს იცმევთ არა რა აუცილებელია ბრენდების ჩაცმა არა რა თქმა უნდა ხარისხი უნდა კონდეს კარგი და უნდა მიხდებოდეს ხო უნდა მიხდებოდეს ახლა ბევრი რამე არ არის რაც არ მიხდება იმიტომ რომ შენ თუ ფორმა თუ კარგი თქვენ ისეთ გადასარევ ფორმაში ხართ რომ დიდი მადლობა არ ვიცი მომიხდებათ არა ყველაფერი მაგრამ ნუ ადრე ბავშვობაში 50 კილო რო ვიყავი არაფერი ჩემთვის მოგიხდება არ მოგიხდება არ იყო ყველაფერი ვიხდებოდა ხო და არა ბრენდობანი ნამდვილად არა ვარ იმიტომ რომ დღეისთვის ბრენდობანია არის ძალიან ცუდი ტონია დღეს მაგალითად ერთი ჩემი პაციენტი რომელიც ჩემთან მოდიოდა დადიოდა ბოტოქსის გასაკეთებლად შემოვიდოდა და იტყოდა რომ ჩემი ლუკი ახლა ღირს $300,000 ანუ და ერთ დღეს დიდხანს რაღაც არ მოსულა. სულ ყველაფერი ეცვა შანელი, რატო გაწვია ქუჩაში? არ ვიცი. ხო და არ მოსულა და მე მოვიდა და რა სად იყავი მეთქი და ჩვენ ლონდონში გადავედით საცხოვრებლად და რაღაც ვერ ვეგუები რატო მეთქი და იქ რო რაიმე ჩაიცვა შენ როგორც მე აქ დავდიოდი და ერთი ბროშკა მქონდა რაღაცა არც იყო ბრილიანტი არც იყო ოქრო და ეს ღირს თქვა 150,000 მანეთი იმიტომ რომ შანელია
ჩემამდე არ დადის რა ვიცი. კი ბატონო. და იქ ძალიან ცუდი ტონია, ან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ჩაცმა, ან რაღაცა, მარტო ეს ხდება მებზე. და განსაკუთრებულ გიყურებენ როგორც შეხვედრაზე. გიშს და გიყურებენ როგორც მეშანკას რა. მჰმ. ამიტომ მე ვარ ჩვეულებრივად უბრალოდ სპორტულ ტანსაცმელში ვარ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩემი ფიგურა მაძლევს იმის კი. საშუალებას და სპორტული რაშიც თავისუფლად რაც და თავისუფლად. მახსოვს ესეთი გრძნობთ ლონდონში თავს. ვიყავით კონგრესზე და იქ ყველაზე დიდი მაშინ ჯექსონი იყო, ყველაზე დიდი ქირურგი და დადიოდა ჩვეულებრივ სხვა დღეებში, რომელ დღეებშიც მას ის არ ქონდა გამოსვლა, ანუ მოხსენება, მჰმ. დადიოდა ჩვეულებრივი ჯინსებით და იღებდა რაც აინტერესებდა და რაღაც და იმ დღეს როდესაც ქონდა გამოსვლა, მოვიდა შარვალ კოსტუმი წარმოსადეგად. უფრო ჩაცმული, იმიტომ რომ პატივისცა იმ საზოგადოებას, რომლის წინაშეც გამოდიოდა და მერე გალადინზე მოვიდა სმოკინგით, ვაფშე როგორც იყო დრეს კოდი, ჩვენ უნდა ყოფილიყავით კაცები სმოკინგში და ქალები საღამოს კაბებში, მოვიდა ისე, ნუ ყველაფერს აქვს, იქ სადაც სამსახურში რო დადიხარ, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ბრენდული იმითი, ესე იგი ნორმალური არ ხარ. არ ვიცი როგორ გითხრათ. მოგიყევით თქვენს ოჯახზე. შვილზე. ყავს შესანიშნავი შვილი, ყველასთვის შვილი შესანიშნავია, შესანიშნავი სიძე, ძალიან საყვარელია. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ სიძე და ის რომ საერთოს მოძებნის ერთმანეთთან. სიდედრი? და გენიალური შვილიშვილები, ჩემი შვილიშვილი უკვე ორჯერ გადაიღეს ფილმში, მართლა? რეკლამაში, კანადაში ცხოვრობენ და მე ცხოვრობენ. ხელფასი მისცეს და იმ ხელფასით ეს მეყიდა და ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. ეს არის ის, რომ მე მაქვს კარდიოსტიმულატორი, ვატარებ ამას და უკანაწერია რა ნომერია ჩემი კარდიოსტიმულატორი. ეს მეყიდა ჩემმა შვილიშვილმა. ამიტომ ეს ნივთი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი. არც ერთი ბრენდი და არაფერი და სულ მიკეთი ეს მისი ხელფასით არის ნაყიდი. უკვე ხელფასი აიღო. ნანობთ რომ ოჯახს საკმარისი დრო არ დაუთმეთ. ხომ ნანობ, მაგრამ ჩემმა შვილმაც ხო იცის რომ ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ არა სახელი არა რომ ძალიან დიდი საპასუხისმგებლო არის ეს ქირურგია, საპასუხისმგებლოა, იცით? რაღაცა პაციენტს რომ მოვიდეს, არც მინდა ვთქვა, რაღაცა რომ მოვიდეს, შენ ალბათ ხელები ჩამოგეშვება, ხო? იმდენად საპასუხისმგებლოა, რომ ჩემ შვილს ძალიან შეგნებული ადამიანია და ესმის, რომ ყურადღება უნდა მიმექცია მე პაციენტებისთვის ალბათ. და შეგნებულად მიუდგა ამ ყველაფერს თქვენს პროფესიას. არა, რა თქმა უნდა, ეხა დიდ საყვედურებს მეუნება, იმიტომ რომ ხო თქვი დაჟე ერთხელ გადაცემაში, რომ დედათა და ბავშვთა პანსიონატში მარტო ჩემი შვილი იყო მამასთან ერთად, დანარჩენი ყველა დედასთან ერთად იყვნენ, მაგრამ რა ვქნათ, აბა ესე მოხდა. რაღაცით უნდა ვიცხოვროთ. აი დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ პირველ ქორწილებას გადაარჩენდით? რატო პირველ ქორწილებას? არცეთს არ გადავარჩენ, არც პირველს, არც მეორეს, რა საჭიროა. როდესაც წავიდა ადამიანი გაუშვი რა. წავიდა. უნდა გაუშვა. აი იმაზე ჩემამდე არ დადის ერთი რამე, რას ნიშნავს ქმრის უკან დაბრუნება და მოთმენა და ღალატის პატიება და რამხელა დამცირება ეს ქალისთვის, რამხელა ნოლზე გაქვს თავმოყარეობა, რომ არა ხშირად პატიობთ. არა. იმიტომ რომ გვიყვარს. არა, იმიტომ რომ გიჭირთ ტვინში. აბადი. იმიტომ რომ გიყვარს. ესე იგი სიყვარული ცნობიერი ქვეცნობი. არა, მე შემიძლია მიყვარდეს ადამიანი ძალიან და ყველაფერს ვდებ, მაგრამ მე თუ მივხვდები რომ ეს არა, მთავრდება იქ ყველაფერი, ეს არის დიდი ბედნიერება. მართლა მთავრდება, შემოვიდმე კი, ვამთავრებ. ხო, ეს თქვენთვის ძალიან კარგია. კი, ვამთავრებ. ერთი რაღაცა და შემძულდება რა ადამიანი რა, რომ მივხვდები რომ ის რასაც თესავის გინდა მოიმკა, ხო? მე არასდროს არ უღალატებ ადამიანს და სულ შევეცდები რომ სიკეთე უკეთო და ყველაფერს გავაკეთებ და თუ აქეთ ვერ მივიღებ იგივეს, კარგად იყავი რა, მორჩა. გასაგებია. ქალბატონ ციცინო, მეგობრობის თემას მინდა შევეხო. ბოლო დროინდელ სკანდალზე მინდა გკითხოთ. არა, იცით რა არის? ბოლო დროინდელ სკანდალით ჩემი ბრალია, მეორე სკანდალით ჩემი ბრალია და წლების გადასახედიდან მე მივხვდი საერთოდ რისი ბრალია ეს ყველაფერი.
აბა ისი ბრალია. არასდროსაც არ მithქვამს იმას ვიტყვი, მე მაქვს ესეთი დაავადება, რომელსაც ქვია აუტოფობია და რომ დავაკვირდი, ანუ მარტოობის შიში. და თურმე 55% აქვს ეს ადამიანებს. ზოგს ეს აქვს ფარულად, ანუ ვინც არ დარჩენილა მარტო ამ დაავადებას შეიძლება არც არასდროს გამომჟღავდეს ისე მოგტეს ეს ადამიანი, მაგრამ შინაგანად ეს აუტოფობია ეს ნახევარზე მეტ მოსახლეობას აქვს. ხო და რადგანაც მე ბავშვობაში მახსოვს დედა და მამა სადღაც წავიდნენ და მე ძალიან ცუდად ვიყავით, ან ქარი იყო რაღაცა მახსოვს, რაც ცუდად ვიყავი. აი ეს იყო ზუსტად იმ აუტოფობიის ჟღავნების პირველი ნიშნები. მე მარტო რომ ცხოვრობდი, თავზე დამესხენ გამქურდეს თუ რაღაცა, იქ კიდევ გამიძლიერდა ეს აუტოფობია და უცებ გადავწყვიტე ვთქვათ მეორეჯერ გათხოვება, რომ ჩემი მარტო ყოფნა არ შეიძლება. მერე სულ ხავსებს ვეჭიდები იქნებ ვინმე მეგობარი გავიჩინო ისეთი და ყველაფერს ვაკეთებ და ყველაფერს ვდებ ამაში, მაგრამ დრო რო გადის ხვდები რომ ეს მეგობარი არ ყოფილა და ეხლა რომ უყურებ თვითონ რომ გამოდის და რაღაცებს ლაპარაკობს, იმ ხელა ამაზრზენია ეს ჩემთვის და წარმომიდგენია სხვისთვის რა ამაზრზენი იქნება. ყველაზე გაწონასწორებული ადამიანი ჩემ ცხოვრებაში არის ჩემი შვილი, ჩემზე 1000 ჯერ ჭკვიანი, იმანაც ვერ მოითმინა და რაღაცა გამოიყვანა ყველა თავის საქციელით გამოგვიყვანა ყველა წონასწორობიდან. ჩვენ სამივე დაჟე კიდაღამ ვიჩხუბეთ. ყველა რა ვიცი რა სიტყვა თქვა რა, დაგზაფრა რა ადამიანები რა ამ თავისი ყველაფრით და მე არ ვაპირებ არანაირი კომენტარის გაკეთებას ამ საკითხზე თუ არ გეწყინებათ. თქვენი ნება უბრალოდ რეალობაში რა მოხდა მაინტერესებდა. არაფერი არ მოხდა, ბინა ვიყიდეთ, მაგრამ მის ბინას არ ცლიდა და გვემუქრებოდა და გვაშანტაჟებდა და გვეუბნებოდა რომ მიჩივლეთ აბა და ნუ რა ვიცი, თითქოს ვერ გაიგო ის რომ თუ პირველად მოდი ამას ვიტყვი მარტო, პირველად როდი ველაპარაკებთ შენ ფული რაც გაქვს მომეცი, მე ვეუბნებოდი მაშინ და გადმოდი მაშინ, როდესაც ბოლომდე მომცემ. ანუ ეს მეთქვა შეიძლება იანვრამდე გაგრძელდეს და ეს დაამახსოვრდა რომ იანვრამდე გაგრძელდეს. მაგრამ რომ დავრეკეთ ჩემს სიძესთან ფული მაგათ მაიყიდეს ეს ბინა, იმათ თქვეს რომ არა ჩვენ ესე არ გვაწყობს. ჩვენ ეხა ვიყიდით ბინას, всё, ეხა დაცვალოს. არა მეოთხარ ჩვენ ეს არ გვაწყობს და ვიყიდით ეხლა ყველა ფულს გამოაგზავნის ჩემი სიძე. გამოაგზავნა ვიყიდეთ, მაგრამ არა არ ესმის რომ ადეკვატურია ის რომ არ ესმის რომ და დაცალოს ეს ბინა. არც მაშინ 2 თვის მერე მოიტანა გასაღები და მეუბნება რომ ჩემი ქმარი იქ უკრავს და შენ ხელი არ შეუშ, ჩვენ ვერ გავიგეთ, ჩემმა შვილმა ვერ გაიგო, მისია ხო სახლი მაგან იყიდა რა. ვერ გაიგო ვინ არის მაგის ქმარი, რატო უნდა ცხოვრობდეს იქ კატები, ჩვენ ხო ვიყიდეთ არა, ნუ არ ვიცი რაც სამხრივი გაგება ადამიანს აქვს რა. იქენი ესეთი ჩემი შვილიც ჭხუბობდა რომ რატო ვერ გადადიხარ, რატო ვიყიდეთ მაშინ, რას ნიშნავს ეგეთი ყიდვა და რაღაც საზიზღროებები ელაპარაკა. არ მინდა ახლა ჩვენ ინტერვიუს მერე ეს ინტერვიუ არის კომუნიკაცია ხო არ მოხდა თქვენ შორის და აი მაგიტო ხო არ მოხდა. არაფერი, უბრალოდ არ ყოფილა ჩემი მეგობარი მივხვდი რა. არ ყოფილა ჩემი მეგობარი და ძალიან კარგი რომ მივხვდი. всё. მორჩა. დამთავრდა ყველაფერი. გასაგები. უბრალოდ აი ამ შეცდომის შედეგებს ეხლაც ვიმკიდავდი ვარ სპირტით სახში, ვერაფერს ვერ ვასტერილებ, არ ვიცი ამდენი წერები და ცხოველები საიდან არის. ნუ საშინელებაა რა. აი ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ეგ არის. ეგ არ უნდა გამეკეთებინა. გასაგები. და ბოლოს საშიში პროფესია გაქვთ? ხო რა თქმა უნდა ქირურგია არის საშიში პროფესია და იმითი რომ რაც არ უნდა ყოველთვის ექიმი აგებს პასუხს რაც არ უნდა მოხდეს 2 დღის მერე ვთქვათ პაციენტზე ერთხელ დაიღუპა თრომბით და ნუ ამაში დამნაშავე ექიმია. რა თქმა უნდა საშიშია შეიძლება დღეს აგერ ხარ და ხვალ დამნაშავედ გამოგაცხადონ, იმიტომ რომ შენ რაღაცა მიაყენე პაციენტს ისეთი რომ ამან გამოიწვა თქვა საშიშია რა თქმა უნდა სულ სტრესის ქვეშ ხარ ხო რა თქმა უნდა სტრესის ქვეშ ხარ. საშიშია იმიტომაც რომ თქვა პაციენტ შეიძლება რაღაცა არ მოეწონოს, ყველასთვის კარგი ვერ იქნები.
საშიშია იმის რომ გადმოგედოს რაიმე დაავადება და თუ კი შენ უკვე რაიმე დაავადება პაციენტისგან გადმოგედო ან ჰეპატიტი C ან სპიდი ან სიფილისი შენ უკვე კარგავ ქირურგის უფლებას ანუ კიდი ხარ ბეწვზე რა ხო მაგრამ მანამდე ხო თქვენ აკეთებთ კი ანალიზებს ვაკეთებთ ანალიზებს მაგრამ შენ რო არ იუთხრა სპიდიან პაციენტს ან ჰეპატიტ C-იან პაციენტს დაგიჭერენ არ გაქვთ არა გაქვს მაგის უფლება ვარი უთხრა არა მაინც გაქვს უნდა გააკეთოთ უნდა გააკეთო ოპერაცია რა შუაში შეხო ექიმი ხარ აბა მაშინ ეგერ კოვიდი რო იყო რატო გურდალებდით კოვიდიან პაციენტებს შენ ექიმი ხარ უნდა გაუკეთო არა მე ამ შემთხვევაში როდესაც რაღაცა გადაუდებელია მესმის მაგრამ ამ წუთში ხო პლასტიკურ ქირურგიაზეა საუბარი და მოდით მაშინ ასე გეტყვით ეს პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგია არ შედიოდა საერთოდ მედიცინაში ამბობდნენ რომ ეს არ არის აუცილებელი აქ პაციენტი არ არის ავადმყოფი როგორც მშობიარე არ არის ავადმყოფი და არ არისო აუცილებელი ეს რომ შედიოდეს როგორც აუცილებელი მედიცინა მაგრამ ძალიან ბევრმა გამოკვლევებმა დაამტკიცეს რომ როდესაც ადამიანი არის დაკომპლექსებული მას ემართება სერიოზული ფსიქოლოგიური დაავადებები მაგალითად დისმორფოფობია ანუ შენი გარეგნობით უკმაყოფილება ეს დისმორფოფობიის ძალიან მძიმე ფორმების დროს პაციენტები ღამედ გებიან და უყურებენ თავის თავს და აი ცხვირი რომ სხვანაირი მქონდეს ჩემი ცხოვრება სხვანაირი იქნება აი ეს მიყავდა ეს უკვე ფსიქოლოგიური გადახრებია და ფსიქოლოგიური გადახრები ისედაც ძალიან დიდი რაოდენობით არის ამიტომ ეს ოპერაციები ახლა ბოლო დროს ისიც არის ეს ოპერაციები ადამიანის კომპლექსებიდან ათავისუფლებს და ანუ პროფილაქტიკას იწვევს ფსიქიატრიული დაავადებების ფსიქოსომატიკოსები გამოჩნდნენ ახლა ადრე იყო ფსიქოანალიტიკოსები ფსიქიატრები ფსიქოთერაპევტები და ახლა ფსიქოსომატოლოგები ფსიქოსომატოლოგი ანუ ეს ადამიანებია რომლებიც ადამიანების ფსიქიკას იკვლევენ ოპერაციამდე და მალე ეს ალბათ რუტინა იქნება რომ ყოველთვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და რადგანაც ეს ბევრი დაავადებების პროფილაქტიკად იქცა ამიტომ დღეისათვის ესთეტიკურ და პლასტიკურ ქირურგიას განიხილავენ როგორც მედიცინის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი და გონია რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან მოხარული ვარ თუ მოგეწონათ თქვენ კი ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ ძალიან დიდი მადლობა თქვენი ემოციები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამიტომ გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი გემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე